და მე მოვედი, ნუ მკითხავ რატომ? არ ვიცი რა ვთქვა და სახეზეც ემატყობ, თვალებზეც რემლები არ შრება დაო. ბოდიშს მოგიხდით დედავ და ძმაო, ჩემში მხოლოდ სული არის ხორჩეს ხმული. სიცარიელეში ვზივარ მონუსხული, ბოდიშს მოგიხდით რომ მე გაგეცალეთ, ემოციებით კი უბრალოდ დავიცალე, ვიჯექი სიცოცხლესთან, რომელიც დავახრჩე, ჩემში შემორჩენილს რა აღარ ვაკადრე, მე კი გავრბოდი შეშლილის სახით, ქარაფებს მიღმა ვეცემოდი და ისევ დავრბოდი. უკან მომსდევდნენ ქარი წვიმა და თქორი, ვიქეთ ხორაგად მგლისა და ლომის, და მე სიმახინჯედ შემორჩი დროის, შემორჩი როგორც უსახელო სახის იერით, რომელსაც სულში ჩაწურული დარდი აღჩობდა, რომელმაც განლო უღრან ტყეზე ნაბილი კარი და მაინც ორმოში და ხრამში აღმოჩნდა და ეს ტკივილი მხოლოდ ზეცას ჯანყით ათრობდა, ელავდა მითი სიკვდილიდან სამოთხისაკენ, თრთოლავდა მთვარე და სინანულში ღამეს ათევდა, თრგუნავდა წლები მოღუშული სახის იერით და აქიუდაც დარჩა ლეგენდად, მატყუარად და სული სამღლეტად, გრგვინავდა ყრმობა ბავშვობიდან ისრად ნასროლი, იზირებოდა ისტორია ბრძოლა შამქორის, იზირებოდა დიდი ვაჟა აკაკი მუხრანის ლექში გაიხიზნა ყველა მელექსე, თეიმურაზი არჩილ მეფე ვახტანგ მეექვსე და ამის მერე რა დაგვრჩენია გოჯი მიწადა ბოლოს სამარე რომელიც აქ ცოცხლებმა ბოლოს გაძარცვეს.